სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ქრისტე აღსდგა. ადამიანი არის არსება, რომელსაც იმ სიდიადესთან ერთად, რაც მას ღმერთმა მისცა, აქვს ბევრი მანკიერებები, დაცემული ბუნების გამო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და ეს დაცემული ბუნების ერთ-ერთი თვისება ეს არის ის, რომ რაც გვაქვს, არ ვაფასებთ და როცა დავკარგავთ, მაშინ გული გწყდება და შეიძლება მაშინ დავაფასოთ. უკეთეს შემთხვევაში. თუმცა ეს მარტო დაცემული ბუნების მდგომარეობა არ არის და თვისება, მოდი ესე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ადამიანს მსგავსი რამ დაემართა, მას ხომ ჯერ დაცემული ბუნება არ ქონდა. რაც მას ქონდა და რა ქონდა ადამიანს? რა უნდა ადამიანს ყველაზე ძალიან? ადამიანს ყველაზე ძალიან უნდა სიცოცხლე, რომელიც ნიშნავს არა არსებობას, არამედ სიცოცხლე ნიშნავს სიცოცხლეს. იმგვარ არსებობას, რომელი არსებობითაც ღმერთი ცხოვრობს. ამას ეწოდება სიცოცხლე. სიცოცხლე არ ეწოდება როგორც ნივთიერის სხეულის არსებობა, სიცოცხლე არ ეწოდება ბიოლოგიურ არსებობას, რითაც ცხოველი ცხოვრობს. სიცოცხლე არის ის, რითაც ღმერთი ყოფიერებს. გონება მიუწვდომელ სიხარულში, ბედნიერებაში, ყოველგვარ სიკეთეში და ასე შემდეგ. ადამიანს ჰქონდა ეს სიცოცხლე. და მან ეს სიცოცხლე დაკარგა. თავისი არასწორი არჩევანით. შემდგომ მაგრამ ეს სურვილი სიცოცხლისგან ყოფნისა, რა თქმა უნდა, მან შეინარჩუნა. იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ არის ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, მთავარი თვისება შეიძლება არის ის, რომ მას სიცოცხლე უნდა. კიდევ ვიმეორებ, არა ბიოლოგიური, არამედ ნამდვილი. და ეს ნამდვილი სიცოცხლე, რომელიც თავად ღმერთია, ჩვენ ხო ვიცით ქრისტიანობა, ქრისტე გვახსოვს როგორ ამბობს, მე ვარ სიცოცხლე ამბობს. ნამდვილი სიცოცხლე ადამიანის შინაგანი ონტოლოგიური არსობრივი მოთხოვნილებაა. ეგ არის ადამიანი. და ვისაც სიცოცხლე არ უნდა, ის ადამიანიც უარს ამბობს. და როცა ადამი დაეცა, და როცა ადამიანი ცხოვრობდა იმ სამყაროში, რომელსაც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, თავის შვილებს, რა თქმა უნდა, გადასცემდა ამ გამოცდილებას, რომელიც მან დაკარგა. ადამიანზე უკეთ ვინ იცის ღმერთი? ვინ შეიძლება ცოდნოდა ადამიანზე უკეთესად ღმერთი ვინ არის და როგორია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ადამიანზე უფრო ვის შეეძლო უკეთ გამოეთქვა ღმერთის შესახებ? ღმერთზე უკეთესად ვის შეიძლებოდა ესაუბრა? არავის არ უნახავს ღმერთი გარდა ადამიანისა. ისე როგორც ადამი ხედავდა პირისპირ ჭრეტდა. ანუ შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავასკვათ, რომ ადამი იყო ყველაზე დიდი ღვთისმეტყველი სამყაროში. მასზე დიდი ღვთისმეტყველი არ არსებობს, მაგრამ იმდენად რთულია გადასცე ღმერთის შესახებ სხვას, თვით ადამიანისთვისაც კი, რომ პირველ შვილს ვერაფერი ვერ გააგებინა. კაინი რა თქმა უნდა რელიგიური იყო. კაინის ის რო გეკითხა, ღმერთი არსებობს, აბარა გეტყოდა, კაცო, აგერ მამაჩემს ნანახი აქვს იტყოდა. იქიდან მოდის. მაგრამ კაინია, გესმით, ის რელიგიურია, მაგრამ მას ღმერთთან კავშირი არ აქვს. ვერ გაიგო ვერაფერი. რაღაცა გაიგო, რელიგიურ რიტუალებს აკეთებს, მაგრამ ვერ გაიგო. აბელმა გაიგო. კაინმა ვერ გაიგო. რა თქმა უნდა, აბელმას ბოლომდე ვერ გაიგო. მაგრამ კაინზე ბევრად უკეთესად გაიგო. მერე უამრავი წინასწარმეტყველი იყო. აბრაამი იყო, მოსე იყო, დიდი წინასწარმეტყველი, მცირე წინასწარმეტყველი, რამდენი იყვნენ. ადამიანზე უკეთ არავინ არ იცოდა, მაგრამ ღმერთი ეცხადებოდა მათ. და ისინი ადამიანებს უცხადებდნენ ჭეშმარიტებას ძალისაებრ დატევნულობისა, რასაც იტევდნენ, იმას აცხადებდნენ. და ჩვენ ვკითხულობთ, რასაც იტევდნენ, რასაც აცხადებდნენ, ბიბლია გადაშალეთ და წაიკითხეთ. დავით მეფსალმუნე იგივე. მაგრამ ბოლომდე მთელი სისავსით არავის არ შეელო გადმოეცა ეს.
არ გადმარშელოთ, არ შეეძლო ვიღაცა იტყვის რა პრობლემაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მთავარი სულის მოთხოვნილება, ჩვენი არსების მთავარი მოთხოვნილება არის სიცოცხლე და ღმერთია სიცოცხლე. ღმერთის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს. მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე. და ადამიანი იმდენად არის ცოცხალი, რამდენადაც ღმერთთან არის. ანგელოზი იმდენად არის ცოცხალი, რამდენადაც ღმერთთან არის. არ ვლაპარაკობ ქვაზე და ცხოველზე, არამედ ვლაპარაკობ გონიერ და თავისუფალ არსებაზე, როგორც არის ადამიანი და მოაზროვნე არსებაზე, რომელიც ღმერთს გავს, ეს არის ადამიანი და ანგელოზი. და ამიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს აი სულ უღმერთო, სულ ათეისტი იყოს ადამიანი, ადამიანს აქვს მოთხოვნილება სიცოცხლისა და ვერ იკმაყოფილებს. დღევანდელი დღე რატო გვიყვარს? მორწმუნეებს შეძლების დაგვარად გაცნობიერებული გვაქვს, ხოლო ურწმუნოებს ინტუიციურად, ხათლათ თუ ღვთისპირიდან გავარდნილი არ არის და ხათლათ უსჯულო არ არის და დამცინავი ყოველგვარი ღირებულის და ადამიანურის, ცოტათი მაინც რაღაცა ჩანასახი თუ აქვს რელიგიურობის, ეს დღე ყველას უხარია. იმიტომ რომ ცოტა გაცნობიერებულად თუ ინტუიციურად მაინც გზნობთ, რომ დღეს არის სიცოცხლის ზეიმი, სიცოცხლის გამარჯვების, სიცოცხლის თვალხილულად გამარჯვების ზეიმია. ხელ შესახებად გაიმარჯვა სიცოცხლე და ჩვენ ვხედავთ ამ სამყაროში სიცოცხლე არსად არ იმარჯვებს. სიცოცხლე ყველგან მარცხდება. რაც არ უნდა კეთილშობილი ადამიანი იყოს, მაინც მოკვდება. ჩვენ ვხედავთ ამას. და ამიტომ ჩვენ ვისწრაფით ამ სიცოცხლისკენ, არაფერი არ გვაძღობს, არაფერი არ გვაკმაყოფილებს. არაფერი ბოლომდე არ გვახარებს, არაფერი ბოლომდე არ გვაბედნიერებს. რატომ? იმიტომ რომ სიცოცხლე არა გვაქვს. და სიცოცხლის გარეშე არაფერს ფასი არ აქვს. და ეს ცოდნა 100%-იანი ცოდნა, რომ რაც არ უნდა ღირებული რამ ხდებოდეს, ის აუცილებლად დამთავრდება სიკვდილით, ეს გვამწუხრებს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი ეს ინტუიცია დაკმაყოფილდეს, ჩვენი ეს მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს, იმისათვის, რომ ჩვენ გავძღეთ, მოდი ესე ვთქვათ, სიცოცხლით და ვიბედნიეროთ, ამისათვის ღმერთთან უნდა მივიდეთ, უნდა ღმერთი გავიცნოთ, უნდა ღმერთთან კავშირი გქონდეს, რომ ღმერთთან კავშირის, ღმერთთან კომუნიკაციის, ღმერთთან როგორი კავშირის, იმაზე ახლო რო წარმოუდგენელია, ღმერთი რო შენი სიცოცხლე ხდება. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. გესმით? აი ეს როცა შენ ტაძარი ხდები ღვთის, ამაზე მეტი სიახლოვე ხო წარმოუდგენელია. ღმერთი შენს გვერდზე, შენს ზემოთ კი არ არის და რაღაცებს კი არ გასწავლის, არამედ შენში შემოდის და თავის სიცოცხლეს გჩუქნის, თავის ყველაფერს გჩუქნის. აი ეს არის ახალი აღთქმის ადამიანი, ეს არის ქრისტიანობა. ეს არის დიდებულება ქრისტიანობისა. ეს არის ნამდვილი სიცოცხლე ადამიანისათვის. და ეს რომ მოხდეს, ჩვენ უნდა ღმერთთან კავშირი გქონდეს. ანუ სიცოცხლე თუ გვინდა, ღმერთთან კავშირი უნდა გქონდეს. მაგრამ ღმერთის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. აგერ არათუ წინასწარმეტყველი ადამიანმაც კი ბოლომდე ვერ გააგებინა თავის უფროსშვილს საერთოდ ვერაფერ ვერ გააგებინა. ანუ ადამიანმაც კი ვერ გამოთქვა ამ უდიდესმა ღვთისმეტყველმა. ამიტომ იოანე მოციქულის შემდეგი სიტყვები, რომელსაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, ეს არის გამოცხადება, ვიცით, სახარება. წმინდა წერილი გამოცხადება და ჩვენ ვკითხულობთ, ღმერთი არავის არასოდეს უხილავს. ადამიანის გარდა, რა თქმა უნდა. არასოდეს ღმერთი არავის არ უხილავს. ნებისმიერი წინასწარმეტყველი გადმოგცემს იმას, რაც დაიტია. მაგრამ ხდება საოცრება. თვითონ ღმერთი მოდის. ეს არის ხო, ეს გვწამს ჩვენ. ადამიანს არ შეუძლია გადმოსცეს, ვერ გადმოგცემს და თვითონ მოვიდა და თვითონ გვითხრა სიტყვით და გვითხრა ცხოვრების წესით. ეს ორივე დაფიქსირებულია წმინდა წერილში. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი. გვითხრა საიდუმლოებრივად, არა დამალულად კი არა, საიდუმლო ზოგს ასოციაციას იწვევს, რომ დამალული. არა, მისტიკურად, საიდუმლოება როგორც მისტიკა. გვითხრა მისტიკურად, საიდუმლოებრივად და აი ეს მისტიკური განცხადება ღმერთისა,
ხდება ეკლესიაში, თორე ეკლესია მისი საიდუმლო სხეულია. ამიტომ დიახაც ღმერთი არავის უხილავს, ამიტომ შესაბამისად სიცოცხლეს არავის უხილავს, ეს ინტუიცია გვაქვს, იმიტომ რომ მისი ხატი და მსგავსი ვარ და ვესწრაფი და ვერ პოულობთ და სანამ ღმერთს არ ვიხილავთ, სანამ ღმერთთან კავშირი არ გვექნება, ვერც სიცოცხლეს ვიხირავ და არც გვექნება ჩვენ ნამდვილი სიცოცხლე და ჩვენი ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი დარჩება. რატომ არის, რომ წმინდა მამები რატო ამბობენ, რომ თუ აქ ქრისტიანი არ იქენი, ანუ თუ აქ შენ ქრისტეს არ შეხვდი, ვერც პარადისობაში შეხვდები, აქ თუ არ შეხვდი, ეს რას ნიშნავს? შენ აქედან რომ გაღდიხარ ამ ქვეყნიდან გარდაცვალებით, შენ უნდა სიცოცხლეში გადახვიდე. ჩემი მორწმუნე არ მოკვდება ეს გარდაიცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. შენ უნდა სიცოცხლეში გადახვიდე, სიცოცხლეში უნდა გადახვიდე და როგორ გადახვალ სიცოცხლეში, თუ ამ სიცოცხლეს შენ აქვე არ იცნობ. კავშირი არა გაქვს, ის ცოცხალია, ის ცოცხალია. ღმერთია, ცოცხალია. ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ ცოცხლები ვიყოთ და ჩვენში რომ სიცოცხლე მიზეიმოს, მართლა ბედნიერება იყოს ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინება და მართლა სასიხარულო და პერსპექტიულის და დიდებულის, სანამ ცოცხლები ვართ ხორცში, ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ღმერთი გავიცნოთ და ღმერთთან ურთიერთობაში მოვიპოვოთ სიცოცხლე, იმიტომ რომ ღმერთია სიცოცხლე და სხვა სიცოცხლე არ არსებობს. ამისათვის ღმერთი მოვიდა ადამიანად. ღმერთი მოვიდა ადამიანად და ის რომ ღმერთია, ბევრი რამე დადასტურდა და საბოლოოდ დადასტურება, ის რომ მართლა ღმერთია, ადამიანად მოსული, დადასტურდა იმით, რომ მასზე ყველაზე მთავარმა მტერმა სიცოცხლისა სიკვდილმა ვერ გაიმარჯვა. და აღდგა მკვდრეთით, თავის თავში შემოუშვა სიკვდილი და გაცოცხლებით მოკლა თავის თავში სიკვდილი და მასში, როგორც ადამიანში, როგორც ღმერთში კი არის, ღმერთი და ადამიანი არის ერთდროულად ერთ პიროვნებაში, ღვთაებრივ პიროვნებაში, მასში როგორც ადამიანში საბოლოოდ განადგურდა სიკვდილი და ის თავის თავს გვაძლევს იგივე ზიარების საიდუმლოებაში და ჩვენში შემოაქეს სიცოცხლე. და როცა იგი აღდგა მკვდრეთით, აი ხედავთ როგორი ურთიერთობა აქვს მას მოწაფეებთან საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ, რომელთაც ანუ მოწაფეებს წარუდგინა თავი თვისი ცოცხალი, შემდგომად ვნებისა თვისისა, მრავლითა სახით, ანუ მრავალჯერ ეცხადებოდა 40 დღის განმავლობაში, 40 დღე ეჩვენებოდა და ეტყოდა სასუფევლისათვის ღვთისა. გესმით? და ეს თქმაც ისეთი საიდუმლოებრივი იყო, უკვე მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარის საუბარი მოციქულებთან, რომ ეს ბოლომდე წმინდა წერილში პრინციპში აღარც წერია ეს უკვე. მაგრამ ეს არის ეკლესიის შესახებ ცხოვრება. ეკლესიის დაარსება უნდა მომხდარიყო. იმიტომ რომ ეკლესია თუ არ დაარსებოდა, ხო გითხარით, ჩვენ ღმერთი ღვთისმეტყველებს, თავად ღმერთი ადამიანად მოსული გამოთქვავს სიტყვით, ცხოვრების წესით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აი ეს მესამეა მნიშვნელოვანი, მესამე, რომელიც სიტყვით ბოლომდე არ გამოითქმის, იმიტომ რომ ის მისტიკაა, საიდუმლოებაა და ეს არის ეკლესია. აი დღეს ხშირად შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, სხვადასხვა სექტების წარმომადგენლებს, არანაირ დენომინაციაში რო არ არის, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა, ჩვენ ქრისტე გვწამს, ღმერთი გვწამს უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს. ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიის გარეშე ისინი საკუთარ თავს ართმევენ მისტიკას, საიდუმლოებას და ამით საკუთარ თავს ართმევენ შესაძლებლობას ღმერთთან კავშირისა, ანუ სიცოცხლესთან კავშირისა. ხოლო აი უფალი უკვე მკვდრეთით აღდგარი უფალი სასუფევლისათვის, ნახე, ეტყოდა სასუფევლის, რა არის სასუფეველი? სამეფო, ვისი? ქრისტესი. სად არის სასუფეველი? აქ არის ეკლესია არის ქრისტეს სამეფო, იმიტომ რომ აქ მეფე არის ქრისტე. და ესე ადამიანი რო ინათლება, მოსანათლს ეკითხებიან, წამს ქრისტე და მან უნდა თქვას, წამს როგორც მეფე და ღმერთი და ის მეფობს აქ ეკლესიაში. ამიტომ ეკლესიის დაარსების შესახებ საუბრობდნენ. თანაექცეოდა და ამცნებდა, ანუ მათთან დადიოდა პერიოდულად და ამცნებდა და დავალებას აძლევს. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის ეკლესიაში შევიდეთ და ეს სიცოცხლე ჩვენი საკუთრება გახდეს. აი დღეს მკვდრეთით აღდგომაა ქრისტესი, აღდგომის დღესასწაულია. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დიდებულება ჩვენ გამოცდილებად იქცეს. ასწავლის იერუსალიმით ნუ განაშორებით. რა არის იერუსალიმი? ჩავიდეთ, ეხა იქ ვიყოთ.
გეოგრაფიულ იერუსალემში? არა, გული. ადამიანის გული არის იერუსალემი. გესმით, ადამიანის გულში, ანუ გულს ნუ განაშორებით, ანუ შინაგანი ცხოვრებით იცხოვრეთ. თქვენი ინტერესები იყოს თქვენი მისტიკური ინტერესები გქონდეთ საკუთარ სიღრმეში. იერუსალიმს, ანუ გულს ნუ განაშორებით და რა გავაკეთოთ გულში მყოფებმა? მოელოდეთ რას? აღთქმას მამისა, რომელიც გესმათ ჩემგან. აღთქმა, რა აღთქმაზეა საუბარი? საღვთო ენერგია და რაც მას შემდეგ რაც ადამიანი მას იღებს, ჩვენ და ღმერთს ერთი ენერგია გვაქვს. ერთი ენერგია გვაქვს. და ამ ენერგიით შენ ღმერთის შვილი ხდები. და ამას ველოდებით და ამ გვიხსნის კიდევაც და მოიღოთ ძალი, ანუ ენერგია მოსვლასა სული საწმინდისესა თქვენზე და სულიწმინდა ღმერთი მოვიდა და გვანიჭებს საღვთო ენერგიას. მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ენერგია აქვს. და ჩვენც მათთან ერთად ყოვლადწმინდა სამების პირებთან ერთად იგივე ენერგია გვაქვს. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის განხრობის დასაწყისი. ეს არის ნამდვილი აღდგომა თითოეული ჩვენგანის. ქრისტე აღდგა თავისთვის კი არა, მას ადამიანური ბუნება საერთოდ არ ჭირდება. ღმერთია სრულყოფილი. ჩემთვის და თქვენთვის აღდგა და აღდგომა იმით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ გვაძლევს იმ ენერგიას, რომელი ენერგიითაც თავად ღმერთი ცხოვრობს და რომელი ენერგიითაც სიკვდილი დამარცხდა ქრისტეს ადამიანურ ბუნებაში. და კარგი, ეს გავაკეთეთ და მერე რა უნახვნათ? და მერე ვიყოთ აქტიურნი, როგორც სასუფეულის, ანუ ქრისტეს სამეფოს მოქალაქენი. რაში ვლინდება ეს აქტიურობა? იყვენით ჩემ და მოწამე იერუსალემს. სად? ესე იგი საკუთარ თავში პირველ რიგში დავამოწმოთ, გამტკიცდეთ რწმენაში, რომ დიახაც ჩვენ ვართ ქრისტიანები და ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაში, ჩვენს სინამდვილეში ხდება, ჩვენ ეს ვიცით, ამაში დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამას განვიცდით, ანუ საკუთარ თავში ქონდეს უმტკიცესი არგუმენტი, მოწმობა არგუმენტი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელიც ჩვენში მყოფობს და ჩვენ და მას ერთი ენერგია გვაქვს და ჩვენში ამიტომ არის მარადიული სიცოცხლე უკვე მყოფობს, ჩვენში მყოფობს მარადიული სიცოცხლე, ჩვენში მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი ღიებს და ჩვენ ვატარებთ ამ მარადილ სიცოცხლეს, ამიტომ ჩვენ აღარასოდეს მოუკვდებით, არამედ გარდავიცულებით სიკვდილისაგან სიცოცხლეში და არა მარტო იერუსალიმში იყავით მოწმე, ანუ საკუთარ გულში, არამედ დასასრულამდე ქვეყნის, ანუ ჩვენს გარეთაც ვიყოთ მისიონერები. და როცა ჩვენ საუბრობთ ქრისტეზე, არ დაგვავიწყდეს ვინ არის იგი, არ დაგვავიწყდეს. ღამე გადით გარეთ, სადაც ვარსკვლავები ჩანს და აიხედეთ, შეხედეთ ამ გამაოგნებელ სიდიადეს სამყაროსი და იცოდეთ, აი ვინც შექმნა, ის არის იესო ქრისტე. ამას დღეს იოანეს სახარებაში ეს წავიკითხეთ. რატომ იკითხება დღეს ეს სახარება? როცა ჩვენ მკვდრეთით აღდგარ მაცხოვარზე საუბრობთ, ეკლესია გვახსენებს, გახსოვდეს ვიზე საუბრობთ, ვინ არის ის, ვინც მოკლეს და ვინც უბრალოდ ვინც მოკვდა, თავისი ნებით დადო თავი თვისი ჩვენთვის. ვინ არის ის? ის არის სიტყვა, ანუ ლოგოსი. ლოგოსი ამ შემთხვევაში ის ტერმინია, რომელიც ბერძნული კულტურის ადამიანებს ესმოდათ. რა შეიძლება ქართულად თქვათ? ეს არის სამყაროს საწყისი. სამყაროს საწყისი, რომლისაგანაც მთელი სამყარო არსებობს. აი ამ გაგებით შეიძლება თქვათ ლოგოსი, ერთ-ერთი გაგება. და ვინ არის ეს? ეს არის ქრისტე ვინ არის? ეს არის სამყაროს საწყისი, ლოგოსი, ანუ პირველიდან იყო სიტყვა, ეს ლოგოსი. ანუ პირველიდან იყო თავიდან არსებობდა ამ გაგებით. და ის სიტყვა, ანუ ლოგოსი იყო ღმერთთან, ღვთისათანა. ღმერთთან, მარადიულად ღმერთთან ერთად არის. და მე კიდევ უფრო ბეჭდავს და ღმერთი იყო სიტყვა იგი, ანუ ღმერთთან იყო და თავად ღმერთია, ანუ მამა და ძე, თანა ღმერთი, თანა არსი, ერთი არსება აქვს. და ესე იყო პირველიდან ღვთისათანა, ანუ კიდევ იმეორებს, თავიდან იყო პირველიდან. მე აგრძელებს, ყოველივე მის მიერ შეიქმნა. ვისაც თქვენ მიიღებთ ახლა, ვის ხორცსა და სისხლს თქვენ შეჭამთ ახლა, მან შექმნა ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მის, ანუ მის გარეშე არც ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა, ყველაფერი შეიქმნა მის მიერ და ყველაფერი უპყრია. ახლა ეს სხვა ადგილას წმინდა წერილში ვკითხულობთ, უპყრია, იცით რას ნიშნავს? ატომი რომ არსებობს, ელექტრონი რომ არსებობს, კვარკი რომ არსებობს, გალაქტიკა რომ არსებობს, შენი გული რომ ცემს,
შენი ბავშვი რო გიღიმის, ყველაფერი მას ხელთ უპყრია. ერთი ღერით არ ვარდება ჩვენი თავიდან მისი განგებულების გარეშე. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მის გარეშე არაფერი იქნა. მისთანა იყო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე იყო ნათელი კაცთან. ანუ ღმერთი რო სიცოცხლეა, თავისთვის არის სიცოცხლე, გასაგებია, მაგრამ ეს სიცოცხლე ჩვენში გადმოდის, იმიტომ რომ ის ჩვენი ნათელია. ნათელი რას ნიშნავს? ეს არის ის, რომელშიც ჩვენ შევდივართ, როცა ხვდებით მორწმუნეები და ვცხოვრობთ. ჩვენ ნათელში ვცხოვრობთ, ეს ნათელი ჩვენში შემოდის და ეს არის იესო ქრისტე. და ნათელი ბნელსაშინა ჩანს. ეს რას ნიშნავს ნათელი ბნელსაშინა ჩანს? შენ თუ ქრისტიანი ხარ და შენში თუ ნათელია, შენ უნდა ანათებდე ამ სამყაროში და შენს გარშემო მყოფ ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ мотиваცია ღვთისძიებისა და ბნელი მას ვერ ეწია, ანუ ბოროტება, ცოდვა, ვნება, უღმერთობა, მით უმეტეს უმძიმესი ცოდვები, ვერაფერს ვერ უნდა გავნებდეს შენ, იმიტომ რომ ბნელი ნათელს ვერ ეწია, გვასწავლის იოანე მოციქული. მე კიდევ გვახსენებს, რომ იგი ნათელია ჭეშმარიტი, რომელიც ყოველ კაცს განანათლებს მომავალსა სოფლად. ანუ შენ მოგეცა იმას არ მიეცა არა, ის ყველასთვის მოვიდა. ყველასთვის დედამიწაზე ახლა ამ შემთხვევაში რამდენი მილიარდი კაცი ცხოვრობს, ყველასთვის მოვიდა. მანამდეც ვინც იყო, ყველასთვის მოვიდა. ვიღაცა იღებს, ვიღაცა არ იღებს. იგი ყოველსა კაცს განანათლებს მომავალსა სოფლად. მაგრამ ნახეთ, რატო ვერ იღებენ და აგზელებს? სოფელსა შინა იყო, სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა 2000 წლის წინ ვერ ცნობს ახლა და სამწუხაროდ და სავალალოდ რას დრო გადის უფრო და უფრო მეტი და მეტი უარის მყოფელი ჩდება ამ სამყაროში ქრისტესი. ნახეთ როგორ თბილად ამბობს, თვისთან მოვიდა, ანუ თავისიანებთან მოვიდა. პავლე მოციქული იტყვის ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, თავის ძმებთან მოვიდა. შენ ხორცი მიიღო შენაერი, რომ ძმა გიწოდოს და შენ ძმა უწოდო და ასე მოგიახლოვდეს. თვისთან მოვიდა, მაგრამ თვისთა იგი არა შეიწყნარეს, არათუ არ შეიწყნარეს, მოუკალით კიდევაც. მაგრამ რაოდენთა იგი შეიწყნარეს, ხოლო ვინ შეიწყნარა, ნახეთ, მისამად ხელმწიფება, ხელმწიფება რა არის? ძალაუფლება. შესაბამისი პასუხისგებლობით. ხელმწიფება არის ძალაუფლება შესაბამისი პასუხისგებლობით. ანუ ვინც შევიწყნარეთ, მოგცა ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფათ, რომელთაც წამს სახელი მისი. ანუ ღმერთის შვილობის ძალაუფლება მოგცა შესაბამისი პასუხისმგებლობით. ანუ უნდა იცხოვრო შესაბამისად, რაც ღვთის შვილს ეკადრება. და კვლავ აგრძელებს სიტყვა ხორციელი გახდა, ანუ ის სამყაროს საწყისი, ლოგოსი, ცოცხალი საწყისი, რომელსაც მთელი სამყარო შექმნა, ხორციელი გახდა. ჩვენ შორის დაემკვიდრა, აგრძელებს იოანე მოციქული და ჩვენ ვიხილეთ დიდება მისი და ამას რო ამბობს ვიხილეთ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ მე ვენდობი იოანეს და მეორე მეც უნდა ვიხილო. მეც უნდა ვიხილო ჩემი გულის მიერ. ეს ვალდებულება და დავალებაა. დიდება ვიხილეთ რა? დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდ შობილისა მამისა მიერ სავსე მადლითა და სავსე ჭეშმარიტებით და სავსე სიცოცხლითა, როგორც თვითონ ამბობს. ღმერთი არავინ სადაიხილა, მხოლოდ შობილმა ძემან, რომელი იგი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოსთქვა სიტყვით, საქმით და მისტიკურად, ანუ საიდუმლოებრივად. და უფალო ჩვენო იესო ქრისტე მოგვეძალი, გონიერება, მადლი, გულისხმის ყოფა, რომ ის რაც შენ გამოთქვი სიტყვით, საქმით და საიდუმლოებრივად, ანუ მისტიკურად, ამის აღქმელი გამცდელნი ყოფილიყავით, რომ ჭეშმარიტად ქრისტიანის სახელი ჭეშმარიტად ღირსეულად გვეტარებინოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გილოცავთ, ქრისტე აღსდგა.